ეს სუპერმარკეტები კიდე რაც დღეს არის, სულ მაგათია, თქვენ ხო არ გონიათ, რომ ვინმე სხვასია ჩვეულებრივი ადამიანი. ისევ მაგათია, ნაცების არის ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაუტოვეს, არ შეხებიან მაგათ არაფერს და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ეს ფასები ძვირი იყოს და ისიც და ესეც, მაგრამ მოგეხედებათ თქვენც აუცილებლად. ორი ნაბიჯის ქსელის მეწილია კახა ბექაური. მან ბოლო 4 წელიწადში 45 მილიონი ლარის მოგება მიიღო ორი ნაბიჯიდან. სხვათა შორის კახა ბექაური ქართული ოცნების კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელია. აგროჰაბის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანია. ის ალექსი ახვლედიანის ძმაა, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირია. მის სახლში რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა. მისი ბიზნეს პარტნიორები შოთა ბასილაშვილი და დიმიტრი რამიშვილი ოცნების მსხვილი შემომწირულები არიან. ყველას ერთად ასეულობით 1000 ლარი აქვს შეწირული ოცნებისთვის. დეილი, მაგნიტი, გვირილა, სპარის და იოლის ერთ-ერთი მეწილე არჩილ გეგენავაა, რომელმაც სხვათა შორის ლავროვის შვილის ქორწილს უმასპინძლა საკუთარ სასტუმროში და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. სპარის მეწილეები არიან ძმები მიქაძეები და ფარცხალაძე. ამათაც ასობით 1000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. მაგნიტი და გვირილას ერთ-ერთი მფლობელი ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძეა. ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 1.200.000 ლარზე მეტი. სმარტის ქსელის დამფუძნებლები ქართული ოცნების მეგობრები ძმები მხაკაძეები არიან. გუდვილის დირექტორი და მეწილე გიორგი საბაშვილია, ასევე ქართული ოცნების მეგობარი. დეილის მეწილე თამას ძაგნიძეა, გაგიკვირდებათ და ასევე ქართული ოცნების შემომწირველი. ამ ხალხს მილიონობით ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის და დავიჯერო ეს ხალხია დამნაშავე ამ ყველაფერში?